საქართველოს ხვალინდელი დღე იქ წყდებოდა. გიავალსკის თუ დაუჯერებთ. იქ აშხაბადის ნეიტრალიტეტისა და მშვიდობისადმი მიძღვნილ სამიტზე იყვნენ რუსეთის, ბელორუსის, ირანის, ტაჯიკეთის და სხვა არაერთი ავტორიტარიანული ქვეყნის ლიდერები. სია გრძელია, მაგრამ მასში გაგიჭირდებათ დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს პოვნა. საინტერესოა, რამდენი ადამიანი შეაფასებდა რუსეთს ან ბელორუსს ნეიტრალურ და მშვიდობიან სახელმწიფოებად. რუსეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ მცირე 5 ომში იყო ჩართული, ხოლო ბელორუსი, რომელიც დასანქცირებული და მოწყვეტილია განვითარებულ სამყაროს, რუსეთს აქტიურად ეხმარება უკრაინასთან ომში. ვის შეიძლება ჰქონდეს რაიმე ნეიტრალიტეტისა და მშვიდობის საწინააღმდეგო? ნეიტრალიტეტი ის იშვიათი პრივილეგია, რომლის დაცვაც მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს ავტომატურ მშვიდობას. უფრო პირიქით, თუ შვეიცარიასავით დემოკრატიული მეზობლებით არ ხარ გარშემორტყმული, ის შეიძლება გარდაუვალ ომსაც ნიშნავდეს. როცა მთავარი საფრთხე შენი მეზობელია, შენი დასუსტება და მარტოდარჩენა ნიშნავს, რომ მისი ვასალი ხდები და დამოუკიდებლობას კარგავ. ერთი საუკუნის წინ თბილისის თავზე თეთრი დროშის ფრიალს არ შეუშლია ხელი რუსეთისთვის, ის მალევე შეეცვალა წითელი დროშით, ისევე როგორც 2010 წელს უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას არ შეუშლია ხელი რუსეთისთვის, 2014 წელს ყირიმში შეჭრილი იყო. ისტორია გვასწავლის, რომ სახელმწიფოები მაშინ ახერხებენ ომის თავიდან არიდებას, როცა თავდაცვის უნარი აქვთ და არა მაშინ, როცა იარაღაყრილები იხვეწებიან მშვიდობას.